ძველი საიდუმლო. დედა. დედა. ღმერთო გთხოვ. ვინმე ისეთ შემახვედრე. ვინც მეტყვის დედა შენი ცოცხალიაო. მაპოვნინე გთხოვ ღმერთო. გევედრები. შვილო. გთხოვ თავი ხელში აიყვანე. სუძე არ ეფიქრო. იმეც ნუ დავკარგავთ. თელ დღეს გადავატრიალებთ. ყველა მცხოვრებს გამოვკითხავთ. ვინმე აუცილებლად დაინახავდა. ვირდები რომ ვიპოვით. ერთ წრეზე დავდივართ ბიძია. ვის აღარ ვკითხეთ? ვინმეს რომ ენახა ეს დიდი ხნის წინ გვეცოდინებოდა. არავინ არაფერი იცის. დედა ჩემი გაუჩინარდა. შვილო შეიძლება მეორე სოფელში წავიდა. ყველგან მოვძებნოთ. მიმდებარე ტერიტორია შევამოწმოთ. ამდენი სისხლი როგორ დაღვარა ბიძია. მიმძიმ სამის თქმა ღმერთმა ნუქნას, მაგრამ ვაი თუ დავაგვიანეთ. დედა ჩემი მკვდარი რომ იყოს. შვილო ასეთ რამეს ნუ ამბობ. გაჩუმდე. რადაც არ უნდა დაგვიზდეს დედა შენს ვიპოვით. ადექი. წამოდი შვილო. გთხოვ. ჩემო ძვირფასო გოგო. წუხვა რომ ვერაფერი გითხარი და ისე გაგიშვი, მაგრამ დედა შენი უნდა დავიცვა. ცოტაც მოითმინე. მალე შეხვდებით ერთმანეთს. უკვე წამებს ვითვლი. მალე ჩემს ეჰერს შევხვდები. გულში ჩავიკრავდა მის სურნელს შევისუნთქავ. როგორ მომენატრა ჩემი გოგონა. ღმერთო დამეხმარე. ნუ ღარ ნერვიულობდაო. სახლში მივიდეთ. შენს ქალიშვილს მოგიყვან და ეს გაუსაძლის იმონატრებაც დასრულდება. ზეჰერ, ჩემო ძვირფასო, წარმომიდგენია როგორ გიჭირს. რამდენი დღეა ჩემ შესახებ არაფერი ხსმენია. ვინ იცის რას აღარ ფიქრობს. რა უნდა ქნადაო. ქალბატონმა ესმამ ყველაფერი გააკეთა, რომ ზეჰერისთვის გონება აერია. ის და ზუჰალი ცდილობდნენ ზეჰერს დაეჯერებინა, რომ ფული აიღე და ქვეყნიდან წახვედი. სავარაუდოდ გერმანიაში. ეს ყველაფერი დედა ასიეს მოწყობილია. მაგრამ ის რა თქმა უნდა არ აღიარებს დანაშაულს. ღმერთი დასჭის. დედა სწორად მივდივარ? ეს ის ქუჩაა, რომელიც თქვენ ახსენეთ? სწორია შვილო. ეს ქუჩაა. მარჯვნივ გაგვიჩერე. აქ ჩამოვალთ. კარგი დედა. ჩინარ. კარგად ხარ? კარგად ვარ დაო. დაგეხმარებით. გმადლობ შვილო. თუ გინდა ექიმთან წავიდეთ. არა დაო, რა საჭიროა. უცებ რომ ავდექი თავბრუ დამეხვა. ესაა და ეს. მალე გამივლის. ჩემი ქალიშვილი მომიყვანე. ჩემი წამალი ის არის. კარგი დაო, კარგი. ჯერ სახლში დაგაბინავებ და მაშინვე ზეჰერთან წავალ. გმადლობ შვილო. ღმერთმა დაგლოცოთ შენც და ბებია შენიც. თქვენ სიკეთეს ვერასოდეს გადავიხდით. ღმერთმა დაგლოცოთ. არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. დედა, ჩვენ ადამიანური მოვალეობა მოვიხადეთ. მეტი რა შეგვიძლია თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. აი ეს საბუთია. მადლობ. რა ხდება ესმა? მოგზაურობის საქმე როგორ მიდის? თარიღი დაინიშნა? კოლეჯიდან რამდენიმე საბუთი დამრჩა ასაღები. ნუ გადადებ ძვირფასო. აქ არაფერი დაგრჩენია. ახალი სემესტრი მალე იწყება. გირჩევ დროულად წახვიდე. სწავლას არ ჩამორჩები. ჩემზე არ იდარდო, გეგმა უკვე შევადგინე. თუ არაფერი გამომივა, უკან დავბრუნდები. წარმატებებს გისურვებთ. იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. გმადლობთ.
სიმართლე გითხრათ, ინგლისში წასვლა რამდენიმე თვის წინ ჩემთვის მხოლოდ ოცნება იყო. ყველაფერი იმ ქველმოქმედი ადამიანის დამსახურებაა, ვინც სტიპენდია დამიფინანსა. იმედია ერთ დღეს მისი გაცნობის შესაძლებლობა მომეცემა. მე მივდივარ, ნახვამდის. ნახვამდის. ისმენთ ბატონო ეკრემ. კარგი ახლა თქვენ საქმეს გადავხედავ და დაგიდეკავთ. ცოტა დარჩა. ბოლოს და ბოლოს მოგიშორებ ქალბატონო ესმა. შენი სტიპენდიის დაფინანსება ძვირი დამიჯდა, მაგრამ ომერისთვის ღირდა. როცა კოლეჯს დაამთავრებ და დაბრუნდები, უკვე ომერის ცოლი ვიქნები. გძალო? ახლა დედა ასიას უნდა დაველაპარაკო. როცა გაიგებს, რომ ჩინარი ვერ ვიპოვე, შავდღეს დამაყრის. მერთო, ჩემი ტანჯვა როდის დამთავრდება? რა მოხდა? იმ გველის გვამი იპოვე? ხმას რატომ არ იღებ ბრძალო? ენა გადაყლაპე? ჩინარი მოგდა თუ ისევ ცოცხალია? მიპასუხე. ჩინარი ფაქტობრივად გაქრა დედა. არავის დაუნახავს, მის შესახებ არაფერი გაუგიათ. მთელი სოფელი შემოვიარე, ყველას სათითაოდ უკითხე, მაგრამ არავინ არაფერი იცის. ჩემი აზრით, ჩინარი უკვე დიდი ხანია მოგდა, მაგრამ რაც ეჭირო იყო ყველაფერი გავაკეთე. ერთი ქაურ კაცს ფული გადავუხადე. თუ ჩინარის კვალს მიაგნებს, შეგვატყობინებს. ვიმედოვნებ, რომ როგორც თქვი, ჩინარი მკვდარია. თუ ცოცხალია და ვერ იპოვე, იცოდე პასუხს აგებ. ამას არასდროს გაპატიე ბრძალო. ალბათ ისევ ლექციაზეა. ნუ გავიწყდება, რომ ზღოლი ხარ. ლოდინი მოგიწევს ჩეთენ. ალბათ დემეთი ნისას კურსელს ხვდება. ნეტა ვინ არის? თუმცა ყველა ერთნაირები არ არიან. ყველაფერი ყალბია გარდა მათი ფულისა, მათი სიყვარულისა, მათი ცხოვრებისა. ჯანდაბა დემეთ. ნუ თუ ასეთი ცხოვრება გინდა. ყულზე დაფუძნებული მდიდრული ცხოვრება. ჩვენი სიყვარული სამქურუშად გაყიდე დემეთ. გრცხვენოდეს. გილოცავ დაბადების დღეს. ეს პატარა საჩუქარია, მაგრამ იმედია მოგეწონება. რატომ შეწუხდი ჩემო დემეთ? ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი შენ ხარ. ისიც საკმარისია, რომ ჩემ გვერდით ხარ. დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გვერდ ვერ ვიქნებით, მინდა და ჩემი გული სულ შენთან ყოფილიყო. როცა შევხედე, გამახსენდი. ნახე, შიგნით სიურპრიზიც დევს. გკოცნი, ხვალამდე. კარგად. ეს რა არის? განსაკუთრებული არაფერია. ჩემი და ინგლისში მიდის და სამახსოვროდ მაჩუქა. მაინტერესებს შიგნით რა არის, მაჩვენე. გამიჯერე, საჭირო არ არის. ჩემი და ჩემი დის ბავშვობის ფოტოა. ყველაზე სასაცილო აურჩევია. არ მინდა ასეთი ვნახო. დარწმუნებული ვარ, მაშინაც ისეთი სიმპათიური იყავი, როგორიც ახლა ხარ. წავიდეთ? სახლში მიდიხარ? სიმართლე გითხრა, ლექციები ადრე რომ დამთავრებული იყო, სადმე გასართობად წაყვანას გთხოვდი, მაგრამ უკვე გვიანია, სახლში წავიდეთ.
გამარჯობა. დიდხანს გალოდინე? მაპატიე, ბოლო ლექცია ახლახან დამთავრდა. არა, მეც ახლახან მოვედი. მაშინ წავიდეთ. ძალიან მშია. სადმე კაფეში დავსხდეთ. იცი, დღეს ხასიათზე არ ვარ. მინდოდა მეკითხა სახლში ხომ არ მიმაცილებ მეთქი. რატომ რა მოხდა? ავად ხარ? არა, ავად არ ვარ, უბრალოდ ცოტა დავიღალე. სჯობს სახლში წავიდე და დავისვენო. კარგი, დღეს სახლში მიგიყვან, მაგრამ ხოლმე უნდა წამოყვე. შენთვის სიურპრიზი მაქვს. რა სიურპრიზი? ვერ გეტყვი. წამოდი, წავიდეთ. ამ გოგოს ჩაცმულობა მკლავს. რადგან ჩემი შეყვარებული ქვია რამე წესიერი უნდა ვუყიდო. ალბათ ბაზარში ყალ ბრენდებს ყიდულობს და იმას იცვამს. ხალხის წინაშე შემართხვენს. მოკლედ ხვალ საყიდლებზე წავიყვან და რაც საჭირო იქნება ყველაფერს ვუყიდი. სეჰერ, გთხოვ ნუტირი. ხომ იცი ჩემი ხალხი დედა შენს ყველგან ეძებს. ხამითაც არ ჩერდებიან. ერწმუნე აუცილებლად იპოვიან. დედა შენს ისევ ნახავ შვილო. შენთან სახლში წამიყვანები ძია. ახლა არა შვილო. ჯერ ცოტა დამშვიდდი. მერე წაგიყვან. არ მინდა რამე უსიამოვნო შემთხვევა მოხდეს. სახლში წამიყვანე მეთქი. სეჰერ, ღვთის გულისთვის დამშვიდდი. ვიცი რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ ცეცხლზე ნავთის დასხმას აზრი არ აქვს. ახლა ყველაზე მეტად დედა შენს სჭირდები. კარგი. თუ არ წამიყვან მე თვითონ წავალ. მანქანა გააჩერე. სეჰერ, გაგიჟდი შვილო. რასაკეთებ? მანქანა გააჩერე მეთქი. კარგი სეჰერ. კარი დახურე, მე წაგიყვან. სეჰერ. კიდევ ერთი კოვსი შეჯამე. მოგიხდება. მალე გამოჯამრთელდები. გმადლობ და არ შეწუხდე, თვითონ შევჭამ. დეიდა აიშე, დაბრუნდი? რა გჭირს, რა დაგემართა? დეიდა აიშე ავარია შეემთხვა. ამ დრომდე საავადმყოფოში იყო, ამიტომ არ ვიცოდით მის შესახებ არაფერი. მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს. ავარია შეგემთხოთ? ხო. გამოჯამრთელებას გისურვებთ. მანქანის ნომერი გაიხსენეთ? ძღოლს ხომ უნდა უჩივლოთ? მორჩი შვილო. ქალს კითხვებით ნუ გადაღლი. შენი აზრით ამ მდგომარეობაში პასუხის გაცემის თავი აქვს? კარგი მამიდა, ხმას არ ამოვიღებ. უბრალოდ მაინტერესებდა. სულ მიზეზს ეძებ, რომ მისაყვედურო. გმადლობ და იწექი და დაისვენე. იმდენი რამ გადაიტანე, რომ და სეჰერი მომიყვანე, გთხოვ. რამდენი დღეა მის ნახვაზე ვოცნებობ. ამ მონატრებას ვეღარ ვუძლებ. კარგი. შენ დაისვენე. წავალ და მალე დავბრუნდები. გმადლობ და ღმერთმა დაგლოცოს. გმადლობ შვილო. რაც საჭირო იყო გავაკეთე დედა. ასე რომ აღარ ინერვიულო. მალე ჩვენს ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს. თუ ის კაცი ჩინარს ვერ იპოვის, ესე იგი დიდი ხნის მკვდარია. ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები. იმ გველს 9 სიცოცხლე აქვს. სანამ ის ცხედარს არ იპოვიან და ჩემი თვალით არ ვნახავ, ვერ დავიჯერებ. რა ხდება? ცოტაც და კარს შემოანგრევს, ვინ არის? სეჰერ? სად არის? ბებია ჩემი სად არის? მისაღებში. რა ხდება სეჰერ? თითქოს საკმარისი არ იყო რომ სახლიდან და სამსახურიდან გამოაგდებინე. ახლა მისი მოკლაც სცადე? ვინ ხარ ღმერთის შექმნილ სიცოცხლეს ხელყოფ? რა უფლება გაქვს? შენი ადგილი იცოდე სეჰერ. ვინ ხარ რომ ჩემ წინაშე მამა შენის მკვლელს იცავ?
რა ადამიანი ხარ, ბებია? ღმერთის არ გეშინია? საკმარისია, სეჰერ. გაბრაზებული ხარ და არ იცი რას ამბობ. რაც დედა შენს დაემართა, უბედური შემთხვევა იყო. შენ უერები რძალო. ილოცე რომ დედა ჩემი ცოცხალი იყოს. ილოცე რომ ვიპოვო. თორემ რა? იმ გველის გამო? შურს იძიებ? და მომკლავ? მე იმ დღეს მოუკვდი, როცა ჩემი შვილი დავკარგე, სეჰერ. ჩემი გული 20 წელია აღარ ცემს. რადგან ჩემი რასიმი ჩემ გვერდით აღარ არის. მნიშვნელობა აღარ აქვს, ცოცხალი ვიქნებით უმკვდარი. გააკეთე რაც გინდა. მიდი. რაც გინდა ის გააკეთე. როგორ არ გრცხვენია, ჩემი გაზრდილი ხარ. ჩემი შვილი, რომელზეც ვზრუნავდი და ვიცავდი, ახლა მამამისის მკვლელის გამო მთხოვს პასუხს. სინამდვილეში შენ ხარ მკვლელი. შენ სცადე დედა ჩემის მოკლა. გაჩუმდი, წადი აქედან. თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. თურგუთ. წაიყვანე ეს გოგო. ბებია. რა ხდება? რატომ ჩხუბობთ? ბიძია. გაო. რა მოხდა? რატომ ჩხუბობდით? სერიოზული არაფერია ესმა. სეჰერი ცოტა გაღიზიანებულია. ბებიას ეკამათა, ისიც გაბრაზდა. ნაწყენმა უთხრა ჩემი გაზრდილი ხარო. დაო, კარგად ხარ? დაო. ჰადი, სად არის? რაღაც საქმე გამოუჩნდა და გავიდა. რა თქმა უნდა, ჩემი სეჰერის მოსაყვანად წავიდა. მადლობა ღმერთს, როგორც იქნა ჩემ შვილს გულში ჩავიკრავ. და ღვთის გულისათვის მოიცადე. ეს მაგთხოვ სხვა დროს ვილაპარაკოთ. ბებია მართალია დაო. ბოლო დროს სულ სევდიანი ხარ. მეც ნერვიულობ შენზე. რა მოგივიდა? სანერვიულო არაფერია. მართლა, კარგად ვარ. ასე ამბობ, მაგრამ გეტყობა რომ კარგად არ ხარ. ჩვენ ხომ დები ვართ, მითხარი რა გჭირს. ნება მომეცი შენი პრობლემები გავიზიარო. დრო მოვა და ყველაფერს აგიხსნი დაო. მაგრამ ახლა ნუ დაიჟინებ. ხო, გამიგე. სახლში შედი. სხვა დროს ვილაპარაკოთ. არ შევჭამ. დედა შენს ტყუილად ელოდები. არ ახსოვ ხარ. წავიდა და მიგატოვა. არა, დედა ჩემს არ მივუტოვები ვარ. იცოდი არ გამობრაზო, თორემ რაც მოგივა შენს თავს დააბრალე. დილიდან ნერვებს მიშლი. ღმერთო, ხალი ჩადასვარე. სანამ დედა არ მოვა. არ შევჭამ. რაც დედა იშვილი. ეს ტანჯვა როდემდე უნდა გაგრძელდეს. რა უბედური ხარ ნერიმან. ნუ თუ ამას იმსახურებ. ერჯუმენტ უკვე ყელში ამომივიდა, საკმარისია. ცოტაც და ჭკუიდან გადავალ. სახლის საგიჟეთად გადაიქცა. სად ხარ, ერჯუმენტ? დედა, რამდენჯერ უნდა დამირეკო? სად ვიქნები? რა თქმა უნდა სამსახურში ვარ. რა მოხდა ამჯერად რატომ მირეკავ? საკმარისია, შვილო, ყელში ამომივიდა. ძიძა ვარ? გეკითხები. ძიძა ვარ?
დილით ადრე სამსახურში რომ გადიხარ, შენი ცოლიც მაშინვე უკან მოყვება. ქალბატონი დილა ადრიან სახლიდან ბიძამისთან ერთად გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა. შენ კი ამბობ სამსახურში ვარო. სიმართლე გითხრა არ მაინტერესებს სათხართ. დავიღალე. სახლში მოდით და თქვენ შვილს მიხედეთ. დედა გთხოვდა მშვიდდი. არ ვიცი სეჰერი სად არის. ნუ გამაგიჟებ შვილო. ბატონ თურგუც კითხე. მისი მძღოლი არ ხარ? უთხარი სეჰერი სახლში გამოუშვას. მისი მძღოლი ვარ, ტყუპისცალი კი არა დედა. ბატონი თურგუთი დილიდან არ მინახავს. როგორ უნდა დაურეკო? ის კაცი ჩემი უფროსია. უფროსი დედა. გთხოვდა მშვიდი. სეჰერი მალე მოვა, არ ინერვიულო. ახლა უნდა გავთიშო, საქმე მაქვს. ცოტა დამაგვიანდება, კარგი? სეჰერ. შვილო, დეიდა ჰადიე. წამოდი წავიდეთ. რა მოხდა, სად მიყავარ? როცა მივალთ ნახავ. დამიჯერე. წამოდი. აქამდე სად არიან? უმერთო რა ძნელია ლოდინი. თითქოს წლები გავიდა. მოდი შვილო. მოდი ჩემო სეჰერ. დამთავრდეს ეს მონატრება. და ღმერთმა აღარასდროს დაგვაშოროს ერთმანეთს. რა ხდება დეიდა ჰადიე, სად მივდივართ? რამე მითხარი? ნუ მეკითხები შვილო. გამომყევი. რთული დღე მქონდა. ფეხს ეძლივს ვსგავარ. გთხოვ სახლში გამიშვი. შვილო, ცოტაც გაუძელი. წამოდი, წამოდი. გაქენით ფერჰად. ყავს ვერ მიაგენით? კარგი, კარგი. გასაგებია არ დანებდეთ. ბოლოდ იმიტომ რომ ღამეა. თუ რამეს გაარკვევთ, რა დროც არ უნდა იყოს შემატყობინეთ. სად ხარ ჩინარ? სად ხარ? აქ ხარ თურგუთ. გეძებდი. ჯერფასო, ძალიან ცუდად მოიქეცი, ძალიან. სეჰერს არ უნდა გაეგო ამ ამბის შესახებ. ახლა კმაყოფილი ხარ? ყველაფერი თავდაყირა დააყენე. ეს სიტუაცია როგორ უნდა გამოვასწოროთ? ესე იგი მე გავაფუჭე ყველაფერი. შენ და დედა ჩემმა ადამიანის მოკლას სცადეთ და ახლა მე ვარ დამნაშავე. დამცინი ზუჰალ. ჯერფასო, ეს არ მიგულისხმია, დამშვიდდი. აბა რა იგულისხმე? რატომ ფიქრობ რომ ყველაფერი თავდაყირა დავაყენე? სეჰერს უფლება ჰქონდა სწოდნო და რა მოხდა. ახლა მე კი არ უნდა მეჩხუბებოდე. შენს დანაშაულს უნდა ნანობდე ზუჰალ. არეულობაზე იქამდე გეფიქრა სანამ საწყალ ქალს დაუნდობლად მოექცეოდი. დაუჯერებელია თურგუთ. შენ მაინც ჩინარს იცავ. იმ ქალს დედა შენზე და შენს ცოლზე წინ აყენებ. რა უნდა გელაპარაკო? დეიდა ჰადიე. იმისთვის წამომიყვანე რომ შენ სახლში მოგეყვანე? არ მესმის რისი მიღწევა გინდა. შიგნით შევიდეთ და მერე ვილაპარაკოთ. წამოდი.
გისმენ დეიდა ჰადია. ყველაფერი მითხარე ღვთის გულისათვის. ხმა მოიღე გთხოვ. Ayrıldık, özledim seni. Geçer sanmıştım, aylar geçti, unutmadım seni. Deda, Gözyaşlarım hiç değmesin. შვილო, Toprağıma seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerimdeki o Deda, tebessümü görmek için ben yıllarca beklerim seni kalbime gizledim durdum. ღმერთო გთხოვ სიზმარი არ იყოს. თუ გინდა მომკალი ოღონდეს სიზმარი არ იყოს. დედა, მეგონა მიგვატოვე. Bizi terk ettin sen. მეგონა წახვედი, დედა. Seni kaybettim. გეძებდი. Boyun eğmez sevdiceğim, geçmez bu hatıra. Sensiz olmaz, kalp dayanmaz bu acı bir არ მიმიტოვები ხართ შვილო. Bırakmam. ამას არასდროს გავაკეთებ. Kıyamam ben sana. აქ ვარ, geçmez bu hatıra. Rabbim აქ ვარ ჩემო პატარა. buradayım kızım. ჩემო ძვირფასო. Buradayım anneciğim. ამიერიდან ერთმანეთს აღარ დავშორდებით. Görmek için Bir daha ნუ ტირი შვილო. თუნდაც სიხარულის გამო. beklerim ნუ ტირი. kalbime. sevinçten შენს ცრემლებს ვერ ვუძლებ შვილო. kurban olayım. არ იტირო. Kıyamam ben ნუ რაფრის ნუ გეშინია. Geçmedim, hep bekledim durdum. Hep bekledim durdum. Hep bekledim durdum. ალო, გისმენთ? Buyurun. გისმენთ, ქალბატონო ნერიმან, რა გნებავთ? Seryo. სეჰერი აქ არ არის. Epey oldu çıkalı. დიდი ხანია სახლში წამოვიდა. დილიდან ბიძამისთან ერთად სახლიდან გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა. ბავშვი ტირის დედამინდაო. ასეთი უპასუხისმგებლო როგორ არის? Tabii sonuçta ben მართალია მებებია მისი ვარ, მაგრამ ხომ იცით, ბავშვებს დედა ძალიან უყვართ. Neyse. დურუს ვერ ვაწყნარებ. Kusura bakma. კარგი, თქვენ შეგაწუხეთ. Gelir herhalde. იმედია სეჰერი მალე დაბრუნდება. ნახვამდის. სულელი ხარ შვილო. ცოლი თავის ნებაზე როდემდე უნდა გყავდეს მიშვებული. ნუ თუ საერთოდ არ გაინტერესებს რას აკეთებს ეს გოგო. მე ვარ საწოდავი. აქ ძიძად რომ დამტოვეთ. Allah Allah. ღმერთო ჩემო. Akşam სეჰერი ასე გვიან სად უნდა წასულიყო? şimdiye kadar çok დიდი ხანია რაც აქედან წავიდა. დედა? ქალბატონმა ნერიმანმა დარეკა. სეჰერი სახლში ჯერ კიდევ არ მისულა. ჯანდაბაშიც წასულა. არ მადარდებს. შენს გარეშე ძალიან მიჭირდა დედა. Ciğerim გული yandı. მეწოდა. İçime bir თითქოს korku ცეცხლი çöktü, მეკიდა. sanki bilmedim. არ ვიცოდი რა მეფიქრა. Gittim. სუნთქვა მიჭირდა. Seni მეშინოდა რომ ვეღარასდროს გნახავდი. Bunu nasıl ეს როგორი ფიქრე სეჰერ? bilmiyor musun? არ იცი რომ შვილების გარდა არავინ მყავს.
Bilmiyor musun? არ იცი რომ ციხეში ყოველ წამს თქვენზე ვფიქრობდი. როგორ წავიდოდი შვილო? Her saniye. როცა ამდენი წლის შემდეგ როგორც იქნა შეგხვდით. Onca zaman sonra. არც გული და არც სინდისი არ მომცემდა ამის უფლებას. Ne kalbim. ნუ თუ დედა შენს არ იცნობ. Vermez ki bunu. გულისთვის რომ გეკითხა, სიმართლეს გეტყოდა. Yüreğine sorma. ეს როგორ დაიჯერე შვილო? არ მჯეროდა. არ დავიჯერე. ვიფიქრე ასე არ მოიქცეოდა. დედა ჩემი არ მიმატოვებდა მეთქი. მაგრამ როცა გამოსამშვიდობებელი წერილი წავიკითხე. ნუ თუ არ იცი, შენს ხელწერას გავდა. მე მშვიდობებოდი და ბოდიშს მიხდიდი რომ მიმატოვე. მაპატიე დედა. ვერ წარმოვიდგენდი რომ ბებია ჩემი ასეთი სასტიკი ადამიანი იყო. ამ ხელატკივილი ცხოვრებაში არ განმიცდია. რა ძნელი იყო უშენოდყოფნა. დედის გარეშე დარჩენა. ჩემო ძვირფასო. ამიერიდან აღარასდროს დავშორდებით. დედა შენი ყოველთვის შენ გვერდით იქნება. როცა გავიგე რომ ფული აიღე და წახვედი, თავზარი დამეცა. განადგურებული ვიყავი. ფული არ ამიღია შვილო. Vallahi გეფიცები არ ამიღია. ერთი ქურუშიც არ ამიღია. მაშინ ვეუკან დავაბრუნე. მათთან მივედი და ვუთხარი, Ben evlatlarıma değer. ჩემი შვილები ფულზე არ იყიდებიან მეთქი. ჯერა დედა. შენი მჯერა. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Geçti, unutmadım seni.